გამარჯობა ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია და ამ დროიდან თქვენ სატელეფონო ზარებს მივიღებთ პირდაპირ ეთერში, როგორც ყოველ დღე, სამუშაო დღეებს გულისხმობ 4-ის ნახევარზე. 557 88 55 88 ეს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. დღეს გვექნება ასეთი შეკითხვა ინტერაქტივში. თქვენი შეფასებით რა გზით მიჰყავს ქვეყანა ქართულ ოცნებას. ვაფასებთ ბუნებრივია ბოლო დროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს და არა მხოლოდ პოლიტიკურ მოვლენებს, მთლიანობაში ქვეყნის გზას ვაფასებთ, დადებითი კურსია იყო ქართულმა ოცნებამ, როგორც ზოგიერთი ფიქრობს თუ უარყოფითი გზა იყო. ეს კურსი არის მართლაც დიქტატორული და ძიმე ადამიანის უფლებებით გამორჩეული, რასაც ხედავთ თუ თქვათ ეს მისაღებია ყველაფერი. სოციალურ მიმართულებას ბუნებრივია ჩვენ გვერდს ვერავულით, ისევე როგორც ყველა გადაცემაში ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერში. დღეს საქართველოს ქალაქებში საკრებულოების პირველი სხდომა გაიმართა. ბრჭყალებში ახალი საკრებულოები ყავს საქართველოს. გააქვთ თუ არა რაიმე მოლოდინი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყება თქვენი ქალაქისთვის, თქვენი რაიონისთვის, თქვენი სოფლისთვის რაიმე უკეთესობა, რაიმე სიახლე იქნება თუ არა ახალი საკრებულოების და თვითმმართველი ორგანოების არჩევის შემდეგ, რომელიც დღეს ვიმეორებ პირველი სხდომით უკვე წარსდგნენ და ისიც მინდა აღვნიშნო, რომ 82-90-100%-ით გამარჯვებული პარტიის, ერთი პარტიის საკრებულოები მივიღეთ ჩვენ სახეზე. თქვენი შეფასებით რა გზით მიჰყავს ქვეყანა ქართულ ოცნებას? ეს არის დღევანდელი ჩვენი თემა. გისმენთ, გამარჯობა. ტელევიზორს დაუწიეთ ხმა და დაიწყეთ. გისმენთ. კარგით, არ არის კავშირი, აუცილებლად გთხოვთ მოემზადოთ გადაცემაში დაკავშირების წინ, ტელევიზორს ხმა ბოლომდე გამოურთოთ და ამის შემდეგ აკრიფეთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი 557 88 55 88. ზარია ეთერში, გისმენთ, თქვენი აზრით რა გზით მიჰყავს ქვეყანა ქართულ ოცნებას? გაითიშა სამწუხაროდ, კეთილდღეობისკენ მივდივართო და კეთილდღეობა გვაქვს ჩაფიქრებული, მათ შორის ევროპისკენაცო ასე ღირსებით მივდივართო, თავად ამბობენ, სიმართლეა ეს თუ არა. და როდესაც კეთილდღეობაზეა საუბარი, ეს კეთილდღეობა ქართველი ხალხისთვის არის განსაზღვრული თუ საკუთარი რიგებისთვის და საკუთარი გუნდისთვის, რომლებიც კოლოსალურად იმატებენ ხელფასებს იმ ფონზე, როდესაც პენსიონერებს რიგით დასაქმებულებს არ ეზრდებათ ეს ხელფასები თუ შემწეობები. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. მოგესალმებით, გამარჯობა. ალო. არ არის კავშირი, 557 88 88 კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ ეთერში დარეკვის წინ მოემზადოთ, როგორც კი წამყვანი მოგესალმებათ, დაიწყეთ საუბარი. ტელევიზორის ხმა უნდა იყოს ბოლომდე გამორთული. ზარია ეთერში, გისმენთ? ბატონო ილია. დიახ. ილია დათოვარ. ვადიაულში ამოიჭა იორმოგალოდან უკანა ვინაშენებენ, რასაშენებენ, ვერ გავიგე და არ შეიძლება ამის გასონქება ვენაცვალე. ეს პირდაპირ ეთერია, ეთერს გარეთ დაგვიკავშირდით. ახლა კი რას უპასუხებთ ჩვენ შეკითხვას? წინ მიდის ქვეყანა უკან თუ საერთოდ როგორ აფასებთ? მიდის, კატო, უკან მიდის, გაიყიდა ქვეყანა და მაგას გეუბნები ვენაცვალე ილიას მო. კეთილი, დაგვიკავშირდით ეთერს გარეთ და მოვიფიქროთ მოქმედების გზები, რაც შეეხება ბადიაურს და საგარეჯოს. მადლობა ზარისთვის. თქვენი შეფასებით რა გზით მიჰყავს ქვეყანა ქართულ ოცნებას? ეს არის დღევანდელი ჩვენი შეკითხვა ინტერაქტივში. ზარია, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. ილია, შუადღე მშვიდობისა, ჩემოშვილი. შუადღე მშვიდობისა, ქალბატონო. საჩვენოთ, საკეთილდღეოთ არაფერი არ გაკეთდება. დაგზედება ისევეთი ისე ცხოვრება, როგორც ჰქონდა წელი 13 წელიწადი. უმრავლესობა მაგათია საკრებულოებშიც და მერიაში და ყველგან და ჩვენ დაჭირებული მოსახლეობისთვის არაფერი არ იქნება და აქ პენსიონერებისთვის. ამათი ცხოვრება გაგზდება სიამ ტკბილობაში, კარგ ცხოვრებაში და ისე იქნება როგორც იყო აქამდე. გაგზელდება გზებით, საბავშვო ბაღებით როგორც გეუბნებიან,
როგორც აკაშილი ამბობდა შადრევნები. ხო და ის გზები ჩამო თვითონ და ისაბავშო ბაღები. ისინიც უნდა გაკეთდეს, მაგრამ ჩვენ პენსიონერებმა რა დავაშავეთ? შენ რამდენი შემიმდენი დაგვარჩევენ. აღიძეული პენსია არ აქვს. ამიტომ ჩვენი გამოსავალი ეს არის პენსიონერები ყველანი გარეთ და საქართველოს მოუწოდებ გავიდეთ გარეთ, მათო მაგათი ჩამას და სმას ზღვარი არ არის. დიახ, მადლობთ ქალბატონო, დიდი მადლობა, რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, გუშინ პარლამენტში გამოვიდა ახალი მინისტრი ამ დარგის და ბრძანა რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ქართული ოცნებაა და განსაკუთრებით ბოლო მინისტრის საქმიანობა შეეხო, ყოველი, თქვათ 300 პროექტიდან დაახლოებით 200-მდე პროექტი იყო დახარვეზებული, იყო თქვათ დაგვიანებით ჩაბარებული, ზოგი საერთოდ არ შენდებოდა. აი ამ ვითარებაში მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურული საქმიანობა და ეს მილიარდზე მეტი ლარის ბიუჯეტია, თქვენ იცით, ყველაზე მეტი თქვათ დატვირთვა ამას აქვს ქართული ოცნების საქმიანობაში და იმასაც თქვათ ხარისხენად ვერ აკეთებენ როგორც ჩანს. თქვენი შეფასებით რა გზით მიჰყავს ქვეყანა ქართულ ოცნებას? აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ მხოლოდ 9 თვეში კომერციულმა ბანკებმა 2,5 მილიარდი ლარის წმინდა მოგება ნახეს. ვიმეორებ, წმინდა მოგება 2 მილიარდ 9,5 ლარისა, მხოლოდ 9 თვეში. აი აქეთ არის გეზი აი ამ მიმართულებით, რომ ყველაფერი უნდა იშოვოს, ყველა უნდა გამდიდრდეს, გარდა საქართველოს წესიერი, პატიოსანი, შრომის მოყვარე ადამიანისა და მოქალაქისა. სტუდენტისა, რომელსაც სწავლა უნდა და პერსპექტივას ართმევენ, ყველამ რაღაცა უნდა იშოვოს დღეს. ეს გეზი დაისახეს, როგორც მე ვხედავ. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო, გამარჯობა. გამარჯობა. აჩვენები როგორ ჩატარდა, როგორ ფიქრობ? თქვენ რას ფიქრობთ? მოდით ამ ეთერში მე ვისაუბრე ბევრჯერ, თქვენი სათქმელი რა არის? როგორ გვიპასუხებთ დღევანდელ კითხვაზე? როგორ ჩატარდა, არჩევნები არ ჩატარდა. თქვენი აზრით როგორ ჩატარდა არჩევნები? ბევრჯერ გვისაუბრია ჩემო ბატონო ამ ეთერში, რომ მოსახლეობის 75% არ მივიდა არჩევნებზე, რომელიც ჩატარდა სულ რაღაც ერთი თვეზე ნაკლების წინ და ეს რა არჩევნებია ასეთ ვითარებაში. და თქვენს რომ მაინც 1,5 მილიონი ადამიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა ამდენი და რიგები უნდა გამოეწვია ამ ყველაფერს. სადღაც 700,000-მდე ხმა დაიწერეს, მიიმატეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. სხვა შემთხვევაში როგორ შეიძლება გამართლდეს, აიხსნას ის, რომ 80% იღებს მართველი პარტია ხელისუფლებაში ყოფნის 13 წლის თავზე. ეს არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა. 13 კი არა, მეორე ვადით მოსვლის დროსაც კი უკვე მნიშვნელოვნად შემცირებულია ყველა პარტიის რეიტინგი და რაც შეეხება ამ 700,000 ხმის დამატებას, ამაზე კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული ექსპერტული ანალიზები არსებობს. ზარია ეთერში, გისმენთ? მოგესალმები ილია. მოგესალმებით, ქალბატონო. იცით რა, ყველანაირი რესურსია მოგიწურა. ტყუილების და ყალბის დაპირებების ჩამორიგება უკვე დამთავრებულია მთავრობისგან. ეს მთავრობა სახელად ქვია, თორე ეს ბიზნეს სტრუქტურა და ბიზნესით ახლა იმართება ვითამ ქვეყანას, რომ განადგურებული ვართ, აი, სრომელი ხალხი, პატიოსანი ხალხი, ამ სტრუქტურებში კი არიან საჯარო მოხელეები და უკეთესით ვარ უნახავს ადამიანს უარეს ფას ვერ დაადებს იგი და გონიათ ახლა მაგათი ხელფასებით ცხოვრებაში კარგად გადიან და ოჯახებს აფინანსებენ. არაფერი არა ხალხო ერთი თვე ორი თვე დაივიწყოთ ეს და ყველამ გავერთიანდეთ ერთად. ყველამ თუ მართლა ქვეყანა გვიყვარს. ასე პრიმიტიული გონებით ვიშევხედავთ ასე სასწოდავად ჩვენ ქვეყანას რა. მივხვდეთ მეტი თქვენები ვიყოთ, მეტი სოლიდარობა განეცინოთ. ესე იგი, რა თქმა მინდა იცი, გაერთიანების იდეას მეტი დამაჯერებლობა მივხვდეთ ხალხო და მეტი ყურადღება დავუჩმოთ. აი ამის თქმა მინდა. ხალი გავგიხდი, ხალი ამფერ უსამართლობაში, მოზღუებულმა უსამართლობამ
თვალინდელი დღის ბურსის მოსულმა მომავალმა და მოწამლულმა ატმოსფერომ და დავეტოვებულმა ქვეყანამ ესე იგი გაგვაგზავნა ხალხი მოკლე და გაგიზებული ხალხის ამოსვლა მისი ქვეყნის დასაცავად გარეთ ნაპოლეონის ის არ იყოს ყველა სახელმწიფოს დავამარცხებლობთ მუსულმანებს ვინც პატრონობს მის ქვეყანას და იმასთან დამარცხება მადლობთ დიდი მადლობა დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ თავრობას ასე და ასე დიდი მადლობა თქვენ სრულებით მიუღებელი გზა ადამიანების აკრძალვა პოლიტიკური პარტიების იმ ნიშნით აკრძალვა რომ ვთქვათ მათ არ ეთანხმები მიუღებელია ყველას დაჭერა ვისაც არ ეთანხმები თორემ ვინც დააშავა და ვინც რეალური დანაშაული ჩაედინა მისი პასუხისმგებლობის საკითხი ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ თვითონ ტენდენციაა რაც ხდება ცუდი რომ მიუღებელს ყველას აუკრძალავ ნებისმიერს მიადგებიან ასე ყველას მიადგებიან თორემ მე ნაციონალურ მოძრაობაზე კი არ მაქვს საუბარი იმ ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლას მე და ჩვენმა გუნდმა ჩვენი ცხოვრება შევწირეთ სიცოცხლის რისკის ფასად ვიბრძოლეთ მაგრამ ხვალ გეტყვიან რომ თქვენ არ მომწონხართ და ჩვენ აკრძალავენ ზეგ სხვას მასზე ახალი ძალა შეიქმნება იმას აკრძალავენ ყველას მოიშორებენ ასე და ეს დიქტატურის გზაა ყველას დაჭერა და ყველას აკრძალვა ვინც არ მომწონს ისედაც გამქრალ ნაციონალურ მოძრაობას რომ კრძალავენ რა ამით ქართულ ხალხს ზარია ეთერში გამარჯობა მოგესალმებით ქალბატონო გამარჯობა ილია ეს არის მორიგი ბოლის გამოშვება არანაირი მაგენი არ ემძიან კორუფცია 13 წელი იპარავდნენ და აგროვებდნენ დამოუკდა ფული და ეს იმასკაც ვერ გაიგეს ამ პატიოსანმა მთავრობა რო 13 წელი იპარავდნენ და მილიარდებს იპარავდნენ და ეხლა ხალხს უსწრებენ თვალებს და ერთმანეთის წინააღმდეგ შური რა რო შიდა პარტიული დაპირისპირება დიახ ვიღაცა წინ გაასრო ჩვენ ყველამ ვიცით როგორ გადააყენეთ ღარიბაშვილი და როგორ მოვიდა ბატონი კობახიძე რის საფუძველზე ეს გავს შევარდნაძის 72 წელს მოსვლას ძალიან ზუსტად ასე გვექცეოდეთ მაშინ ხარ გარდა ამისა ერთი რამის მინდა ილია თქვენ კითხოთ თქვენი აზრით ამათ არ იციან რას აკეთებენ ფიქრობ იციან რასაც აკეთებენ მაგრამ კარგად არ გამოსდით რა მიზანიც აქვს დასახული ის ნიჭიერად ვერაფერს ვერ აკეთებენ ჯანშტერი გონი ვარ ქართველი ხალხი ხო დიახ ასე ვფიქრობ მე რომ ასე გონიათ მათ მაგრამ ეს სინამდვილე არ არის და ქართველი ხალხი ძალიანაც ჭკვიანია დაასრულეთ ქალბატონო მადლობა თქვენს არისთვის დიდი მადლობა ყოველთვის ცდილობენ რომ რაღაცა თქვან და ეს დაგვაჯერონ ხო მაგრამ ნამდვილად დავიწყდებათ რომ ქართულ ხალხს ანალიზის უნარიც აქვს ფაქტებსაც და მოვლენებსაც კარგად ხედავს სულაც რომ ერთ დღეს დადგეს ვითარება რომ ქვეყანაში ერთი პროპაგანდისტული ტელევიზია დარჩეს მარტო სახელმწიფო და მარტო ის თქვან მარტო თვითონ რაც თვითონ უნდათ მაინც ქართველი ხალხის სწორ ანალიზს და შეფასებას გააკეთებს ვერავის ვერ ატყუებენ ვერავის ვერ ასულელებენ სინამდვილეში მაგრამ ახლა ამ წუთას არის მოცემულობა როდესაც ძალის გამოყენებით ხელში აქვს ყველაფერი ჩაგდებული და ნუ ძალა ჩვენია და რასაც გვინდა ვიზამთო ამას ამბობენ ზარია ეთერში გისმენთ თქვენი შეფასებით რა გზით მიჰყავს ქვეყანა ქართულ ოცნებას ალო გისმენთ ტელევიზორს ხმა უნდა გამოურთოთ სასწრაფოდ ესა კარგით გავთიშოთ ეს არის სამწუხაროა მე კატეგორიული ვარ ამ საკითხის მიმართ იმიტომ რომ თუ არ გსურთ რომ მოემზადოთ ეთერში შემოსვლის წინ და ტელევიზორს ხმა გამოურთოთ მაშინ ნუ მეც ამ გზას ავირჩევ და არ მოგისმენთ ზარია ეთერში გისმენთ ალო მოგესალმებით გამომაგისმენთ გამარჯობა ისინი რაღაცა რომ აკეთებენ გასაგებია ხო რა აღშფოთება შეიძლება შეშფოთება თქვენ ასაკეთ ობიექტივი ასაკია ობიექტივი კი არა სინამდვილეში მოსულობა დიახ ამე რაღაცა ტექნები რამე რა დიახ მადლობა თქვენს არისთვის სულ ცოტა ხნის წინ ამ ეთერში ირმა ინაშვილი საუბრობდა ალბათ თქვენ ახლახანს გადმორთეთ და ამიტომ ვსვამთ ამ შეკითხვას ქალბატონმა ირმამ აღნიშნა რომ ძალიან მალე იქნება გამოქვეყნებული სამოქმედო გეგმა
ასე რომ დაველოდოთ ამ გეგმას და გაერთიანება კვლავ უფრო და უფრო ღრმავდება და იზრდება, ასეთი მიზნებია დასახული, ყველაფერზე თავად ისაუბრებენ. კორუფციაში იხრჩებოდა ქვეყანა 13 წელიო თვითონ ამბობენ, 13 წლის განმავლობაში აგენტურას, მოღალატეებს გინიშნავდითო ხელისუფლების სადავეებშიო, პრემიერებად, პრეზიდენტებად, მინისტრებადო, კორუფციაში ჩართულ პირებსო, რა უხარიათ მაშინ, რა ღირსებით მიდიოდა ქვეყანა, ან ახლა რა ღირსებით მიდის, ან ახლა რა გარანტია გვაქვს, რომ იგივე არ ხდება და ხდება ჩემი აზრით. კოლ-ცენტრებითა და სხვადასხვა კორუფციული გარიგებებით გაივსო ქვეყანა და მართლაც მონანიებას გვაგონებს უკვე ქვეყანაში არსებული ვითარება ამ ლეგენდარულ ფილმს. რაც იქ ხდებოდა ერთ-ერთში, აი ახლა დოქსოპულო მიდის და ეუბნება რომ ქალაქში მყოფი ყველა დარბაისელი დავაკავეო. ბოლოს გადაწყვეტენ რომ მართლაც ეს ყველა დარბაისელი და მცოდნე ადამიანი და განათლებული ვინც არის ციხეში ჩასვან. მოკლედ 5-5-7-88-55-88 გისმენთ? მილენ. დიახ. დავითი შეშვილოდე ხან და დიდი ბოდიში თქვენ თუ დაჭდებოდით, რო იყოს მთავრობის ხელმძღვანელი, მიბლიასამეთ ასე უდანაშაულო სახით ამდენი ფუნდობის შემდეგ. აი თქვენ თუ შეძლებდით, ახალ წესითაც მაინტერესებს. ვერ შევძლებდი, ვერა. უცოდველი სახით ზიან, არაფერი მერე რა მოხდა, გათო ესენი პატრიოტები არიან, მათი კურდობა არ არის. დიახ. და მე იცით ილია შვილო, ჩემო ახალგაზრდობა, ეს ყველას მინდა დაუსვა ყველა ახალგაზრდას მე რომ თვითონ შეძლებდნენ ამ უცინდისობას და მე მინდა თქვა გავამახვილო ყურადღება რომ ესენი ეს ანადგურებენ. ერი ნადგურდება სინდისით და რაოდენობრივად. დიახ. მადლობა ქალბატონო. და ამ ვითარებაში ეს არაბული ქალაქების მშენებლობა რაც დაიწყო, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ხელისუფლებას ქართველი საქართველოში არ სჭირდება დღევანდელ მთავრობას. ჩვენზე ვერ ბატონობენ ადვილად, იმიტომ რომ ქართველი კავკასიელი ერები, განსაკუთრებით ქართველები, ვართ ბრძოლის მოყვარე ჟინიანი, ცოტა ჯიუტებიც ვართ, არ ვთმობთ ასე იოლად, არ შევარჩენთ არავის უსამართლობას და არაკაცობას და აღარ უნდივართ ქართველი, ვისაც თქვენ არ მოგწონთ ეს ყველაფერიო წადითო. განსაკუთრებით ახალგაზრდებს მიმართეთ, დატოვეთო ქვეყანა, ვისაც ეს ყველაფერი არ მოგწონთო. სამაგიეროდ შემოხავთ არაბები და ქალაქებს აშენებინებენ, სამაგიეროდ ინდოელები, ბანგლადეშელები და პაკისტანელები შემოყავთ და უკვე საგრძნობია ეს ძალიან. და ქვეყნის მოსახლეობა თურმე იზრდება და 4 მილიონამდე გაიზარდა. როდესაც სინამდვილეში მცირდებით და ჩვენი ქართველები მართლა უცხოეთში გარბიან. ბოლოს მართლაც უფრო მძიმე ვითარებას მივიღებთ, რამდენიმე წელიწადიც და ალბათ რაღაც საგანგაშო ვითარება იქნება. თქვენი შეფასებით რა გზა აირჩია ქართულმა ოცნებამ, საით მიჰყავთ მათ ქვეყანა? გისმენთ? ტელევიზორს ხმა გამოურთეთ თუ შეიძლება. ტელევიზორს ხმა გამოურთეთ სასწრაფოდ. ცუდად ისმის, მაპატიეთ, ძალიან ცუდად ისმის, უბრალოდ ვერაფერს ვერ ვგებულობ, ორი სიტყვა გავიგე, გუშინ ვუყურებდით თქვენს არხს და შემდეგ შეფასებას აკეთებდით, მაგრამ არ ისმის, რა თქვით. თქვენი შეფასებით რა გზით მიჰყავს ქვეყანა ქართულ ოცნებას? ეს არის ჩვენი კითხვა. ზარია, გისმენთ? გამარჯობა, გისმენთ ყურადღებით? გამარჯობათ ბატონო ილია. მოგესალმებით, დიახ. კითხვაზე მინდა გაგცეთ პასუხი. სად მიყავს ამ ხელისუფლებას და მიყავს რუსეთში? ესენი ხომ არიან მანქურთი, კოც, ურდო. რაც უნდა აგერ არაბებს მისცეს. მთელი ეს ისა გონიო და აგერ თბილისში და ისინ აგერ რუსებს და ჩვენი ხალხი კიდე გარეკეს აქედან. ამდენი კორუფციაში და ქურდებაში ჩაფლულია ეს ადამიანები. არ ვიცი, ეს თვითონ ეს
ოცნება ამბობს ამ იმას, რომ თვითონვე თვითონ ადასტურებენ, ყველაფერს და კი. გვატყუებს. ბატონო? დიახ, თვითონვე ადასტურებენ. ხო, თუ რასაც ჩვენ ვამბობდით, იმას ამტკიცებენ თვითონ და ეგ ხო ერთეული გამოვლინებაა რა. ყველამ ასეთი არ არის, ვინც მანდ არის. დიახ. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, მე გუშინაც ვამბობდი, რომ 14 მინისტრიდან 7 მილიონერია და ამ ადამიანებს ხელფასი გაუზარდეს კიდევ. 97 პარლამენტარიდან ქართული ოცნების პარლამენტარები მყავს მხედველობაში 33 მილიონერია და მათაც ხელფასები ეზრდებათ. ყველგან მილიონერები, ყველგან დიდრები ხელისუფლებაში და გრძელდება, ვთქვათ, ეს ფულის მოხვეჭა და მოხვეჭა. როგორც ჩანს, რაღაც ზღვარი არ არსებობს ამ ადამიანებისთვის, რომ რაღაცა იშოვეს გარკვეულ დონემდე თანხა, იქ ვეღარ ჩერდებიან, უფრო მეტი უნდათ. და ქართულ ოცნებასაც გონია, რომ პატიოსანი, განათლებული, შრომელი ადამიანი, ვინც ფული ვერ იშოვა, ის უნიჭოა. და ამიტომ ურჩევნიათ, რომ დიდრები დაასაქმონ ყველგან და პარლამენტშიც და საკრებულოშიც და მთავრობაშიც მილიონერები შეიყვანონ. იმიტომ რომ ფული შოვნა იციან მათ და ესე იგი ეს მათ ნიჭზე მიუთითებს. და რამდენი განათლებული, მცოდნე, ერუდირებული, უფროსი თაობის და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები გვყავს, რომლებიც ფული არა აქვთ, მაგრამ ცოდნა აქვთ სამაგიეროდ დიდი. ზარია ეთერში და ასეთი ხალხის დაფასება არ სურთ და ასეთი ხალხი უნდა გააერთიანდეს ზუსტად და მოახდინოს ბოლოს და ბოლოს შვიდობიანი ცვლილება ხელისუფლებისა. ზარია გისმენთ? ალო, გამარჯობა. მოგესალმებით. ხო, ელია. დიახ. რაგბის მიდისა ეს ქვეყანაა. რაგბის მიდის და მიდის ჩვენი ერიგზით. რას საკეთები ეს თავრობა აკეთებს ნორმალურს ყველაფერს. ეს არის კორუფცია, არის რაღაცა. რომელი მთავრობა იყო კორუფცია არის? ეს რა გამართლება ადრე თუ იყო ახლაც იყოს? რა გამართლება ეს არის? რას ამბობთ? ეს როგორ შეიძლება გამართლებად მოვიყვანო? ადრე თუ იყო ახლაც იყოს? ნუ ვინმე იმისთან არ იქნება. ყველა მაგას იძახის. არ იქნება თუ კარგი მთავრობა ასეთი მასიური. ხო, მოდი ხო, ეგ არის რაც არის, მაგრამ ელემენტარული ხა გისმენთ მეწლებია. ხო, ადამიანებს უბრალოდ ისე შეადგინებინეთ, რომ ტელევიზორს უნდა დაუწიოს. მე ამაზე ხუცეგან არის ჩემ თვითონ რა თქვი, მე კომპეტენტური ვარ ამ ამბავში. ტელევიზორი რო გამორთონ და დაუწიონ ის ვერ შეიძლება. ბატონო ჩემო, ჩვენ ახალი მაყურებლები გვიერთდებიან. ახალი მაყურებლები გვიერთდებიან, ვინც არ იცის ამის შესახებ უბრალოდ და ამიტომ ხდება ასეთი შემთხვევები. ახლა ამაში ნუ დავდებთ ყველა მაყურებელს და რადიო მსმენელს ბრალს, რომ ეს ვერ გაიგეს. ძალიან კარგად გაიგო 90%-მა აი თქვენი თამადობით მაგალითად. ხო, მე ახლა იმიტომ რომ უწევ იმ ტელევიზორს, კაცო და როგისმენთ უწევ ტელევიზორს, რადიო თუ რაც არის უწევ, მაგრამ საერთოდ ახლა ეს კორუფცია არის იქნება და ასე იქნება. არაბულ ქალაქებზე რა სიტყვით, ესეც მოგწონთ? კი, ახლა უკვე რო გაიუსო ქვეყანა არაბები და ინდუსები და ჩინელები და რა ვიცი, მე და გადაგვირჩინეს ეგ მაგაზე არ არის ლაპარაკი. თუ კი კორუფცია, თუ კი ქვეყანა ივსება არაბებით და ინდოელებით, თუ კი ქართველი უმცირესობაში ექცევა, დიდრდება მთავრობა და ღარიბდება ქართველი ადამიანი, რაშია კარგი გეზი მაშინ? გავიგე, მაგრამ რა ვქნა, დაუშალოთ შემოსვლა? და უნდა დავუშალოთ, დიახ. ვიზა ლიბერალიზაცია ხო გვინდა? ვიზა ლიბერალიზაცია არაბების შემოყვანას არ გულისხმობს, სავიზო რეჟიმი უნდა არსებობდეს. არაბულ ქვეყნებთანაც და მაიცა მე არ უშვებენ ამ ხალხს. უარი საჩვენებელი ყოველდღე ხან 20 კაცი 30 კაცი ვინც არალეგალურად იმყოფება. 20 კაცი წვეთს რამეს, როდესაც მილიონამდე უცხოელია შემოსული. აი მოხდა იქ ვირბენი აქციებზე. ეს ვინც დარდიან და ვინც არიან აქციებზე. ოდეს პოლიცია მიხედავს მაქსაკას, იქ იყვნენ, აქ იყვნენ, რამდენი პოლიციამ 13 წელი და 12 წელი ვერაფერს ვერ მიხედა ამ კუთხით და რა გარანტია გვაქვს ახლა რომ აქციები თუ გაჩერდება რუსთაველზე ყველაფერი მოგვარდება. ხო, ეს აქციები რო იქნება მე რა მაგით რა. არის იქნება და რა. აი ფასები სამართლიანია ქვეყანაში, მაღაზიაში რომ შედიხართ, აფთიაქში, კლინიკაში, ბანკში რომ საბანკო პროცენტებია.
საბანკო პროცენტებზე გავიდე, მაგრამ ახლა მაღაზიაში და იმაში ახლა როცა ბიზნესი აქვს ადამიანს, ხო ახლა ბიზნესმენის საქმეში თუ ჩაერევი და დაუდგენ რა ფაში რა უნდა გააკეთოს, რა უნდა გააკეთოს თუ რა უნდა ქნას, ეს არის თვითონ ადამიანის შეგნებაზე, იმ ბიზნესმენზე. თავრობა როგორ უნდა ჩაერიოს, თუ თავრობა ჩაერია, მაშინ დაუბრუნებლად კომუნისტურ წყობაში ისევე და პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში, სასამართლოს საქმიანობაში, მედიის საქმიანობაში ჩარევა თუ შეიძლება. ბიზნესი რატომ არის ხელშეუხებელი თუ ერთლარიან პროდუქტს 30 ლარად ყიდის? რატომ არ უნდა შევეხოთ? კანონი ხომ უნდა იყოს სამართლიანი? ხო და გავიგე, მაგრამ თუ მიიღეს ეს კანონი, მაშინ კომუნისტურ წყობაში დაუბრუნებული ვარ და გაყოფილი ახლა სიტყვაზე ვამბობ ელემენტარულად. რა იყო ვიღოთ ვთქვათ ვაში. ეს ვიცი კაცო ერთ მაღაზიაში სხვა ფასირის, მეორეში სხვა არის, მესამე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვადასხვა პროდუქტებია თუ რაც არის, ნაწარმია, რაღაც არის. სხვა მაღაზიაში სხვა არის, სხვადასხვა არის. კეთილი. მაგრამ კომუნისტების დროს იყო რომ მაგალითად ლაგოდერში ორი და სპიჩკა ერთი კაპიტი, მოსკოვში ერთი კაპიტი და ერევანში ერთი კაპიტი და ყაზახეთში შორს წავალთ ძალიან გავიგე თქვენს რასაც ამბობთ ახლა არაფრით კმაყოფილი არ ხართ სინამდვილეში ხელისუფლებით მოგყვებით პრაქტიკულად თქვენ ყველა პუნქტში აღიარებთ რომ სიღარიბეა საბანკო პროცენტები უსამართლოა აღიარებთ რომ კორუფცია არ მოგწონთ იმას რომ არაბებით და ინდოელებით ივსება ქვეყანა არაბული ქალაქები შენდება და ბოლოს მაინც თითქოს კმაყოფილი ვარ ხელისუფლებითო, მაგრამ აი ეს უბედურობები არ მოგწონთ და აბა რატომ ხართ კმაყოფილი, ჩემო ბატონო? რა გააკეთეს, რის გამოც კმაყოფილი ხართ? ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. საინტერესოა, აი პოლიტიკური პარტიები არიან თუ არა პოტენციური მოდალური მთავრობები. პოტენციური მთავრობები არიან. პოტენციური მთავრობები არიან, დიახ. კი ბატონო. აი როგორ მოიწევს ისეთი მექანიზმი? აი ყველა გადააკეთა როლანდა მაგალითად არაბების მასშტაბის ჩამოსახლება, პაკისტანელების ჩამოსახლება. დიახ. აი როგორ მოიწევს ისეთი მექანიზმი? დაუნჩესო აი იგი არაბი, პაკისტანი და მესამე არიან მქონდეს რუსა არ გააცანათებს შევარდადის ანტიქართული რეჟიმი, რომელიც გადატრიალების დიპლომია. არ გააცანათლა სააგაშვილის მთავრობა, არ გააცანათლა ივანიშვილის მთავრობა, ანუ ესენი არის სამართალ მემკვიდრეების შევარდადის ხუნტა ხელისუფლების, შემოგახსენეთ. დიახ. და რომ ჩვენ გავაგებინოთ ეს ამ მექანიზმი, რომ აი დავუშვათ მაგაზიულები, აი კაჩაღი რომ მიდის ნაგაჩაღაც და გააფრთხილეთ იმას ეს ნაგაჩაღარია და მე რომ მოვალ ძალაუფლებაში ხელისუფლებაში მე ამას მომხო ყველაფერს და საფრთხე შეგიქმნი. მაშინ ყველა გაფრთხილდება აი არაბი, პაკისტანელი, აი რაღაცა ეს მექანიზმი, ამდაგვარი მექანიზმი. როგორ შევადგენთ ოპოზიციურ პარტიებთან მithoses ყველა ხარ პოტენციური მომავალი მთავრობა, ხო? და როგორ არ შეიძლება გაფრთხილება იმათი აი ჩვენი გენეტიკური მტრების ჩვენ უკვე უშინებაში ვართ, ინდელი დაგეს, არაბი, პაკისტანელი და ეს მექანიზმი მოიწვიეთ, გააფრთხილეთ ისინი რომ ქერებოა ხელისუფლებაში ამას ყველაფერს კანონი ესაკეთებს მოლიტინებს ვინდადი და რაგავი და სამართლიანი გადაწყვეტილებას მივიღოთ და ჩვენ რო საფრთხეს დაბანდებულ ფულს კაპიტალ ყველაფერს ასეთი მექანიზმი როგორ ვერ მოიწვიეთ ეს მაინტერესებს. მადლობა თქვენს არისთვის გასაგებია. ჩემი აზრით საფრთხე არის ის რომ ერთ დღეს შექმნიან პოლიტიკურ პარტიას უცხოელები მაგალითად ინდოელები, ბანგლადეშელები, პაკისტანელები, შრი-ლანკის, ნეპალის, აი და ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები შეიძლება იქ არაბების, ირანელების პარტიაც და თურქებისაც შეუერთდნენ ამათ და მოექცევიან უმრავლესობაში პარლამენტშიც და მთავრობის მოყვანასაც შეძლებენ. კი, თუ უმცირესობაში მოექცა საქართველოში ქართველი. აი, მაშინ მოხდება ეს. გაერო ამბობდა რომ 2050 წლამდეო საქართველოს მოსახლეობას გადაშენება ემუქრებაო, ანუ ერი გადაშენების გზით მიდისო, მაგრამ მე მგონი 2050 წელიც ძალიან ისეთი თარიღია საკმაოდ შორეული და უფრო მალე მოხდება ეს. თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი. ინტერაქტივში დღეს გვაქვს შეკითხვა თქვენი შეფასებით რა გზით მიხავს ქვეყანა ქართულ ოცნებას. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა, იმერდედი. დიახ. ძალიან ცუდი და ამის წინათ რომ მამაკაცი გამოვიდა
იმას ჩემგან გადაეცით, რომ რუსეთს დაანებოს თავი, რუსები რომ იყო, მაშინ იყო ცხოვრება, პროდუქტი, რატომ რომ შეედი მაღაზიაში, ამის წინ 5 ლარი მივეცი, ზეთში, ის დღეს 5 და 40 ღირდა, კი რაკნასო, დედმეჩმენიაო, ეთქობა ბიზნესმენია თვითონ, და იმ კაპიტების პენსიონერი რომ მივა, რაც ყოფნის და რაც აყოფნის, რომ ჩახედავს უჩაფულეში და გული დაეწვით, ისე ცხოვრობს, მაგრამ მისი თქოს, რამდენად ბიზნესმენია, და ელანება მისი პროდუქტი, არ დააყოფეს კრიტიკი ხომ, იმას ვფიქრობ, კომუნისტების დროში რამდენი ნაცრომი, ნაცვალები, რა არის დაწესებული წუნგონა ხიდან მოთვალი, რა ცხოვრება, წაი, პლანტაცია, ყველაფერი, ხოდა, ახლა არ მეწოთ ის პენსია, რომ მაინც ფასი, შეგლებულ ფასი ვიყიდო პროდუქტი გადაჭამა, იყო მაინც მაგის. მადლობა ქალბატონო, გავიგეთ თქვენი სათქმელი და შეფასება, ხელისუფლება აქ ვეუბნება, რომ ღირსებით მივდივართ ევროპისკენო, კეთილდღეობისკენ მივყავს ქვეყანაო და ამ დროს ვხედავთ, რომ საერთაშორისო იზოლაცია მოდის ნელ-ნელა, კეთილდღეობაზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას, საკუთარი რიგების კეთილდღეობა ნამდვილად სახეზეა და თვითონ დიდრდებიან, ხალხი იმხარებდება, ბოლოს და ბოლოს ამ ჩვენს გუნდს, ამ ჩვენს მაყურებელს და რადიო მსმენელს, ამ ჩვენს ხალხს. ქართული ოცნების წევრების კეთილდღეობისთვის გვიბრძოლია? ეს შეგვრჩა ხელში რეალურად. ზარია ეთერში, გისმენთ. თქვენ ეთერში ხართ, შეგიძლიათ დაიწყოთ 557-88-55-88. გისმენთ? ალო? დიახ, ეთერში ხართ. ეხლა ხმასწენ და გაიქიშება ბოლომდე. დაუწიეთ, მალე დამოვედი და კი ბატონო. გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობა. ეხლა საერთოდ ჩვენი ქვეყანა თავდაპირველად თვითონ მოვიდნენ ეროვნული ძალები, შემდეგ საქართველოს მაიყო გეზი, რომ პოლიტიკურად ანუ ევროკავშირის წევრი გავხდარიყავით, რა თქმა უნდა ეს არასოდეს არ მოხდებოდა და არც მოხდება, მაგრამ რეალურად მივიღეთ ის, რომ მილიონზე მეტი ქართველი გასულია ევროპაში იაფ მუშახელად. აქ როგორ ცხოვრობთ, ამას უკვე ბევრი ახსნა აღარ ჭირდება. საერთოდ ჩვენი ქვეყანა ჩვენ ისტორიულად ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ყოველთვის თავდამსხმელები ყავდა საქართველოში. გვახსოვს საქართველოს ჩვენი წინაპრების მიერ ძალიან ბევრი მოგებული ომები და გამარჯვებები, მაგრამ ეს ყოველთვის დროებითი იყო და ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყნებს ძალიან დიდი ტერიტორიები აქვს საქართველოსთან მიტაცებული. როდესაც ხდებოდა ირანის სახის შემოსწევა საქართველოში და ასევე ოსმანთა ბიზანტიის, რა თქმა უნდა, ქართულ მიწას ვერავინ ვერ მოიკიდებდა, ზრდიდა ვერც არაბეთში წაიღებდნენ, ვერც თურქეთში და ვერც ირანში, მაგრამ აქ ამკვიდრებდნენ ისინი თავიანთ კულტურას, თავიანთ სარწმუნოებას, რითაც ჩვენს ეროვნულ კულტურას ყოველთვის ზღუდავდნენ. იგივე მდგომარეობაა ჩემო კარგო, დღეს ეკონომიკით ჩაიგდეს მთელი საქართველოს ხელში. არაბული ქალაქების აშენება საქართველოში ძალიან დიდ საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს. მათ უკან დგას სხვა პოლიტიკა. გუშინ ერდოღანმა გამოაცხადა, რომ ის არის რეგიონის ლიდერი. რაც ნიშნავს ეს? სამხრეთ კავკასიის მიერთება არის უკვე თურქეთთან გადაწყვეტილი. ამისათვის ქართველებმა ძალიან აზრი უნდა ძალიან უნდა ვიაზროთ, ძალიან ნერვიულობ ამ საკითხთან დაკავშირებით და საქართველოს არიშვენის ის, რომ რუსეთი არის დღეს საფრთხობელად გამოყვანილი და ყველა რუსეთულებს იძახის, მაგრამ აგერ გავფრთხილდეთ ჩვენ საქართველოს დამოუკიდებელი შეიძლება გვერდას, მაგრამ შეგვიჭამენ ამ დამოუკიდებლობას, ჩვენს კულტურას, ჩვენს სარწმუნოებას გადააგვარებენ და ჩვენ ვეღარავინ ვეღარ გვიშველის. ვეღარ რუსეთი გვიშველის შემდეგ და მიგვიტაცებს თურქეთი. აი ამ გზით მიდის საქართველო. მადლობთ, ეს ნამდვილად არ დაუმსახურებია ჩვენს ქვეყანას, ჩვენს წინაპრებს. არ დაუმსახურებიათ ეს, რომლებმაც სისხლი დაღვარეს და თავი გასწირეს, რომ ეს ქვეყანა აქამდე მოეტანათ.
თქვენი შეფასებით რა გზით მიჰყავს ქვეყანა ქართულ ოცნებას? ეს არის ინტერაქტივის შეკითხვა, მე შრომით უფლებებსაც არ შემიძლია არ შევეხო, ხშირად ვიმეორებ და ახლაც ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ძალიან მძიმე პირობებში ამუშავებენ ბანკებში, მაღაზიათა ქსელებში, აფთიაქებში და სხვადასხვა ბიზნესში აგრეთვე 24 საათიანი სამუშაო გრაფიკებია ხშირ შემთხვევაში ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებენ ვიმეორებ და ხელფასებია სასაცილოდ დაბალი. წარმოუდგენლად დაბალი, რითაც თვიდან თვემდე მხოლოდ კვებით უზრუნველყოფაც კი შეუძლებელია ადამიანისთვის და ეს არასრულფასოვანი კვება, რაც გამოწვეულია სათანადო ვიტამინების არ მიღებით, ნელ-ნელა კლავს ადამიანს და იწვევს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს, მათ შორის ეს კიბო მოდებულია ქვეყანას. და ერთ-ერთი განმაპირობებელი ამის ისიც არის, რომ ის მოწამლული ერთჯერადი სუპები რომ იყიდება იაფფასიანი, ხო? აი ეს სუპებია ძირითადი ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია საქართველოში. განსაკუთრებით ახალგაზრდებში შესვენება რო აქვს სამსახურში. არ აქვს იმდენი ფული რომ გემრიელად ისადილოს ახალგაზრდას და ყიდულობს ამ ერთლარიან სუპს, წვნიანს და ამით სადილობს. და დროთა განმავლობაში იწამლება ადამიანის ორგანიზმი ამით. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა, გამარჯობა, ქალბატონო, მოგესალმებით. არასწორი გზით მოდის ქვეყანა პირველი რაც ყველაზე საფრთხეს წარმოადგენს ეს არის მიგრაცია. არაბული ქალაქების მშენებლობა. აი რატო დაუდგეს ერეკლე მეორეს ძეგლი? ერეკლე მეორემ რატო დადო გეორგიევსკის ტრაქტატი? იმიტომ რომ ფიზიკურად გადაერჩინა ხო ერი. სხვა გზა რო ვერ მოძებდა, რო ვერ უმკლავდებოდა და რუსეთთან დადო გეორგიის ტრაქტატი, რომ ფიზიკურად გადარჩენილიყო ერი. ესენი ასაკეთებენ დღეს. შემოყავთ ამდენი უცხოელი და საფრთხე ემუქრება ეცნება ქართველებს, რომ შეიძლება 10 და 20 წლის წინდან ჩვენ ჩავდგეთ განადგურების წინაშე, ხო? აი რატო დაუდგეს მაშინ ერეკლე მეორე ძეგლი რომ დაუდგეს ეხლა? ერთ რაღაცას ლაპარაკობენ და მეორეს დააკეთებენ, ხო? მეორე ეკონომიკური მდგომარეობა, ახლა ბატონმა რო დარეკა ესაო ბიზნესიო და ნორმალური კონკურენცია საქართველოში, ყველაფერი მონოპოლიზირებულია, ხო? აი ხა მე რო გადავწყვიტე რომ თუნდაც ნავთობზე დავწიო ფასი. მე არ ჩამძირავე. თავისუფალი კონკურენცია ქვეყანაში არცად არ არის არც ერთ სფეროში თავისუფალი კონკურენცია, კაპიტალიზმზე რო ლაპარაკობ. მონოპოლიზირებულია გარკვეული უნებრივია ნავთობის კი არა თავისუფალი კონკურენცია იყოს ქვეყანაში, ამუშაონ ანტიმონოპოლიური სამსახური რეალურად. ლიმონადს არ გაგაყიდინებენ. განვითარდეს. თვითონ რო აქვს ყველაფერი ხელში ჩაგდებული, ხალხს არაძლევად უფლებას რომ გაამდიდროს და განვითარდეს. დიახ, აი ეს არის უამრავი პრობლემაა კიდე. ქართველები გატაკდებიან და მცირდებიან ქვეყანაში. ეს არის დავარი, ხო, რომ ფიზიკურად ნადგურდებით. და ეს არის მაგათი პოლიტიკა, ეს არის ღალატის პოლიტიკა. ეს არის ღალატის პოლიტიკა. ქართველი ვერ გამდიდრდა და ვერ გამრავდა და დატოვა ქვეყანა. იცახონ ახლა მშვიდობა გვაქვს, მშვიდობა გვიყვნენ მშვიდობასთან ერთად. ქართველები თუ აღარ იქნებიან აქ და ქართველების ქვეყანა თუ აღარ იქნება, იცახონ ახლა მშვიდობა შევინაცვლეთ, მშვიდობა შევინაცვლეთ. მადლობა ქალბატონო თქვენს არისთვის. არათუ ნავთობს, ლიმონადსაც კი ვერ შემოიტანს ჩვეულებრივი ადამიანი უცხოეთიდან აქ რომ გაყიდოს. ყველაფერში მონოპოლია, აბსოლუტურად ყველაფერში და ეს მონოპოლისტები შემდეგ მსხვილ თანხებს წირავენ მართლ გუნდს ქართულ ოცნებას. არ არის თითქმის არც ერთი ბიზნესმენი, რომელიც ფულს არ წირავს ქართულ ოცნებას. და ეს მეტყველებს ყველაფერზე ბუნებრივია და მაღაზიათა ქსელები, აფთიაქები, აქ ხომ საერთოდ განუკითხაობა. ერთლარიან პროდუქტს მართლა 30 ლარადან 100 ლარად ყიდიან. თავიანთ ხელში არ არის როგორც უნდა ისე იზამენ და აქ კანონია საჭირო. ეს პარლამენტი რომ გამოდის და რაღაც კანონებს იღებს, ძირითადად დიქტატორულ კანონებს და რეპრესიულს,
არ ჯობია გადახვიდეთ, ოდესმე გადახვიდეთ ადამიანების გასაჭირზე და არეგულირეთ, რომ აკრძალული უნდა იყოს ერთლარიანი პროდუქციის გაყიდვა 100 ლარად, 30 ლარადაც კი. და მსგავსი უამრავი პრობლემაა. ზარია ეთერში, გისმენთ? ეთერში ხართ, დაიწყეთ, გთხოვთ. გთხოვთ, დაიცადოთ. სამწუხაროდ არ არის კავშირი. თენგიზ აბულაძის მონანიებას მაგონებს მე ეს ვითარება. ამ ფილმს, ლეგენდარულ ფილმს. ყველას დაჭერა, ყველას შევიწროება, ვინც არ გვეთანხმება. ყველას აკრძალვა, ყველას გაუქმება, ყველას დაჩაგვრა, ყველას არ ვიცი, ყველანაირი სანქცია. ადამიანი უნდა მოკლან, აი ამ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ. არ ეთანხმები შენ? ყველანაირად გაგანადგურებენ. ყველანაირად გააკეთებენ ამას, ყველა მეთოდს მიმართავენ. შენს ბიძაშვილსაც კი თუ რაიმე ქონება აქვს, იმას მიწვდებიან და იმას წაართმევენ ყველაფერს იმისთვის, რომ შენ თუ არაფერი არ გაგაჩნია, შენ დაგჩაგრონ და შენ შეგავიწრობონ. და ზოგიერთი გამოვა მერე და რა გინდათო კანონიაო და იმიტომ უნდა დავემორჩილოთ ყველანი და კანონს რომ უსამართლოდ იღებს ერთპარტიული პარლამენტი და ლეგიტიმაცია რომ არ აქვს ასეთ კანონს, რომელსაც ფართო განხილვების ქვეშ არ გაუვლია ყველა ეტაპი და ასე არ არის მიღებული. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა, ქალბატონო, გისმენთ? საბჭოთა კავშირი როცა იშლებოდა, გორბაჩოვს კითხეს, მე რუსული არ ვიცი, მაგრამ ეს სიტყვები მახსოვს. კუდა მე აკატინსიაო. გორბაჩოვმა უპასუხა, მე აკატინსია ჩორტავაი მატერიო. აი ჩვენი ამბავი ეხლა ესია. მადლობთ ზარისთვის. თქვენი შეფასებით რა გზით მიჰყავს ქართულ ოცნებას ქვეყანა? ეს არის დღეს ჩვენი შეკითხვა. ელოდებით თუ არა რაიმე სიკეთეს ახალი თვითმმართველი ორგანოების მხრიდან, უпростоროდ ახალი შემადგენლობით. ესეც ბრჭყალებში რა ახალი, ყველა დეპუტატი იგივეა თითქმის. დღეს გაიმართა პირველი სხდომების საკრებულოების. ზარია, გისმენთ? გამარჯობა ილია. მოგესალმებით, დიახ. როგორი ქვეყანა შენდება და რასაკეთებს ქართული ოცნება? ეს არის არაიცი ეგეთი არასდროს ოპიოში რასაც ესეთი აკეთებს. ბოლო ვერ გაეცია. ეს ალტი მეცხრე პარტია. ესენი აგერ აფასული ლიტერატურა აქვს. ესე იგი წარმოიდგინეთ თქვენ რა ხდება აი გულისკივილია ქვეყანაში ვაფშე ყურადღებას არ გაქვს აი როგორც მე მინდა ისე უნდა გავაკეთო ამ შემოწმებას არ არის მართლა თუ გახსოვს ილია გამოვაყენა ქართულმა ოცნებამ ეს 2 წლის წინ წადი ჩვენ ხვალფიში გასაგარეთო ეს რატო გაკეთდა ეს იმიტომ გაკეთდა რომ ოპოზიცია დიდი ტალპა ვერ გავუძლებენ ეს გარეკე სიცილი შხიჩია ვინცა გავუძლებ აი ეს შემოგაიგო ისაკედან თავშლები არა აი ეს ქვეყანა ვაგაბად ხარავთ ხოლმე მეტადი დიდი მადლობა ზარისთვის, არსად წასვლას არ ვაპირებთ. პირდაპირ ღიად ვეუბნები ყველა მოსურნეს იმისა, რომ ქართველი წავიდეს საქართველოდან, თუ კი არ გვეთანხმებითო წადითო რომ გვეუბნებიან, არსად არ მივდივართ. ვრჩებით ბოლომდე. კარგად გაიგონოს ეს ყველა. განსაკუთრებით ხელისუფლებამ და მისმა მხარდამჭერმა ექსპერტებმა. ვრჩებით ბოლომდე, არსად არ მივდივართ საქართველოდან. წასვლა მოუწევთ. ვინც დანაშაულს ჩადის და ჩაიდენს იმ ხალხს, წასვლა მოუწევს ციხეში ოღონდ. და წასვლა ქვეყნიდან მოუწევთ არაბებს, ინდოელებს და პაკისტანელებს. დადგება ეს დღე. რასაკვირველია სრული კანონიერებით მოხდება ეს და არავითარი ძალადობით და არავითარი დაპირისპირებით და აგრესიით. კანონიერი გზით გავისტუმრებთ ყველა არაბს, ყველას არა, ნუ გამონაკლის შემთხვევები ტურისტული მიზნით ვინც ჩამოდის და ბრუნდება უკან მათ არ ეხება. ვინც აქ დაბუდდება და ვინც აქ შეეცდება რომ არაბული ქალაქები და არაბული სოფლები აგვიშენოს, ყველა წავა აქედან. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით.
ესე იგი პრეზენტაცია დაერევა რაღაცას აკეთებდა. დიახ. აუ სოფლები რომ აშენე, მოდი ისიც აკეთდება. მაგითი ჩვენ ხალხმა საქმე რა უნდა მივიღოთ. იმ 6 მილიარდ რაღაცას შეძლებდა. ხალხანა აშენე რაღაცა წარმოებები ინჟინერებს რომ ხალხმა იმუშავოს რატომ არ მოდიან და ქარხნებს არ ამუშავებენ არაბები? ხომ ეს კითხვაც უნდა გაჩნდეს. კი. ეს თავისით რა იშენება ეგენის ბაღები და ჩამოსათბობები მე თურმე უნდა გიცნოთ მე ოქი წელიწადი ერთოვანი ამერიკაში ვერ გავჩერდი და პატარა ფული მეუღლე ჩამოვიდნენ დიკრეტშენთან ქვეყანაში რაღაცას დავაკეთეთ. სოფლში წავედი კაფეში და მეგობრებმა მითხრეს საქონლის აი ხომარი არის შეიძლება. მე ვთხარი მაგას დაწუნებულს მოვაგვარე ბერენში ფასტე და კურსები ადრე უნივერსიტეტში ექსპერტები იტალიაში ხარდა და დაურეკა მომწოდა რამდენი წლი მარგებს ჩამოვიდა. წავედი ისმის ბაზრობა და ვიქიტრე საფრთხეს დავიჩირავ რაღაცას. ბატონო ჩემო, ცუდად ისმის თქვენი ხმა ვერ ვარჩევ ამ ბოლოს სიტყვებს პრაქტიკულად უნდა მაპატიოთ თუ შეიძლება. დიდი მადლობა ზარისთვის 557-88-55-88. ეს არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. არაბული ინვესტიციები ეკონომიკას გამოადგებაო ამბობენ და ჩვენ თვითონ ვიხეირებთო ჩვენში გულისხმობენ ხალხსო. არაბული ინვესტიციების რა გითხრათ ახლა, მაგრამ წლების განმავლობაში თბილისის ცენტრში არაერთი კაზინო განთავსდა არაბული, არაერთი მაღალსართულიანი შენობა სასტუმრო განთავსდა თბილისში არაბული ინვესტიციების ფარგლებში. ბათუმი და აჭარა გაივსო თურქული ინვესტიციების ფარგლებში სასტუმროებით, კაზინოებით და სხვადასხვა დაწესებულებებით. უკვე და მომავალში რა იქნება, ხომ წარმოგიდგენიათ და ჩვენ, მე ან თქვენ რაიმე სარგებელი იგრძენით აქედან? რაიმე ერთი თეთრი მაინც შემოვიდა ქართველის რიგითი ქართველის ჯიბეში? ყოველთვის გვეუბნებიან რომ სხვა, იცით რა, სხვა კარგად არის, სხვას გამოადგა, სხვამ რაღაცა იშოვა. ჩვენ ვერასდროს ვერაფერს თუ ვერ ვშოულობთ, აი მაყურებელს და რადიო მსმენელს ვეუბნებით, ჩემ თავსაც ვეუბნებით. ესე იგი ის სხვა არ არსებობს. აი სააკაშვილის დროსაც ეს იყო რომ აყვავებულ საქართველოზე გვესაუბრებოდნენ რომ დიდრდება ქვეყანა, ყველანი კარგად ვართ და სინამდვილეში გვეგონა რაღაც პერიოდი რომ იცით რა ჩვენ თუ ვართ სუდად იქნებ სხვები კარგად არიან და ამიტომ ვეგუებოდით და არა ის სხვებიც არ არსებობენ. მხოლოდ ერთი წრეა გარკვეული, ვინც მდიდრდება ბიზნეს და სამთავრობო ელიტები. ზარია ეთერში გისმენთ? ილია გამარჯობა. გამარჯობა, დიახ. ეხლა სპეციალურად შევედი ინტერნეტში. მოუძებნე ბელარუსიაში მინიმალური პარლამენტის წევრის ხელფასი და მინიმალური პენსია. დიახ. 7 ჯერ აღემატება, მეჯერ არა. უნდა გავიდეს მოსახლეობა თუშაში. 7 ჯერ აღემატება ქართული ხელფასები ბელორუსიულს? არა, მინიმალური პენსია დეპუტატის და რასია ხელფასი და მინიმალური პენსია რა ბელარუსიაში. ვერ გავიგე, სად უფრო მაღალია, საქართველოში თუ ბელარუსში? საქართველოში 34 ჯერ აღემატება. გავიგე, დიახ. ხო, ეხლა რა არის? ქუჩაში უნდა გავიდნენ პენსიონერები და თუ ფული არ არის ქვეყანაში, იმათაც დაიწიონ დაბლა თავიანთი ხელფასები. 2500 ლარი ეკუთვნის თუ 7 ჯერ მეტი იქნება. აი ეს უნდა გააკეთოს და როცა გაყვას ქუჩაში ყვაპირეთ ქუჩაში დასვლას. დაუძახეთ პენსიონერებსაც და მოითხოვეთ ერთ-ერთი რომ დაიწიონ ხელფასები 2500. დიახ. მადლობა, დიდი მადლობა თქვენს არისთვის. ჩვენ ალბათ ბოლოს არს მივიღებთ გადაცემაში და უკვე დროც გვეწურება, უნდა დავასრულოთ დღევანდელი ინტერაქტივი. თუ ხაზზე ხართ, დაიწყეთ საუბარი, გისმენთ? თქვენი შეფასებით რა გზით მიჰყავს ქვეყანა ქართულ ოცნებას? გისმენთ? ილია, გამარჯობა. უპირველეს ყოვლისა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, დემოკრატია და ყველას თავისი აზრი აქვს. ზოგს ევროპა უნდა ბატონი ქარხანა არის თქნის არ იყოს, ზოგს თურქეთი, ზოგს ურანი და ზოგს რუსეთთან უნდა ურთიერთობა და მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ არასწორი გზით მივდივართ, როდესაც ჩვენ აღვიჩიეთ და გადაუხვიეთ იმ გზას, რაც ერეკლე მეფემ ჩვენ შთაგვენერგა, ხო?
ერეკლე მეფემ იმიტომ გადაწყვეტა რუსეთთან ტრაქტატი, რომ ამით ჩვენ მართლმადიდებლობა შევინარჩუნეთ, ჩვენი თვითყოფადობა შევინარჩუნეთ, ქართველობა შევინარჩუნეთ, თუ არა და ხედავთ აგერ თურქეთმა რა გააკეთა. ამდენი ტერიტორიები წაგვართა, უნიკალური ტერიტორიები წაგვართა, უნიკალური ძეგლები დაგვინგრია და ჩვენი ხალხი მილიონობით ქართველი ჯიში და გელი გადააგვარა და გადააქცია მუსულმანებად, გვარებით გადაუკეთა და მოკლედ აქცია. აი ეს მოგველოდა ჩვენ და როდესაც ჩვენ ერეკლეს გზა უარყავით, ამის მერე ღმერთიც გვსჯის. და ამიტომ მივდივართ აი ესეთი გზით. არაფერი არ გვეშველება, სანამ ჩვენ რუსეთთან არ დავამყარებთ ნორმალურ ურთიერთობას, არ დავიბრუნებთ აფხაზეთ და სამაჩაბლოს ამით და ჩვენ ვიქნებით მაშინ ნორმალურად გამithardები და ვერც არაფერი შემოვა. და საერთოდ ჩიტი ვერ შემოფრინდება, ვერავინ ვერაფერს არ გაგვიბედავს, სწორედ თურქეთი ისევ გაგვანადგურებს და წაგვლეკავს. და საერთოდ თელ საქართველოს წაიღებს და გაგვა მუსულმანებს. ამაზე ოცნებობს ერდოღანი. მადლობა დიდი, დრო ამოგვეწურა. ჩვენი ეთერის დასრულებიდან რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ უკვე დაიწყება ნათია მაზანაშვილის ავტორო გადაცემა და ძალიან საინტერესო და კარგი სტუმარი ყავს მას დღეს. მამა გიორგი პავლოვი ჩამოვიდა საგარეჯოდან და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებს. არ გადართოთ. ილია ჩაჩიბაია აბუძღვებოდი ინტერაქტივს. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.